დაგიბრუნდით ახალი ვლოგით. დღეს არის შაბათი დღე, ხვალ არის 8 დგომა. ჩამოვედი როგორც ხედავთ სოფელში, ახლა გადავდივარ პაატასთან. დილა არის და უნდა ვისაუზმოთ ერთად. ლაიდეიდან გააკეთა რაღაცა გემრიელობა როგორც ყოველთვის და იქით ვაპირებთ რომ ვისაუზმოთ. დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, უნდა გამოვაცხოთ პასკები, როგორც იცით ჩვენ გვაქვს სახში ფურნე. სავარაუდოდ ჩემი მეზობლებიც ჩვენთან გამოაცხობენ და მოკლედ ისეთი ლამაზი სანახაობა იქნება, აუცილებლად თქვენს ყველაფერს გაჩვენებთ. წავიდეთ ახლა პირველ რიგში ვისაუზმოთ და მე როგორც იცით სოფელში არასდროს არ მაქვს ხოლმე რაღაცა კონკრეტული გეგმა რის გაკეთებას ვაპირებთ ის მანძილზე, მაგრამ ერთად მოვიფიქროთ. გადასარევი ამინდია, აი ძალიან კაი ტემპერატურა არის იდეალური და დღევანდელ გეგმას მოდი შევმატოთ ის რომ ვიკატავთ როლიკებით. აბა მედანიაკო უნდა დავაჭახო. შენ ჩამიჭახუნებ? ვაი, შენ რაღაცა ძლიერი კვერცხი გაკეთყობა არჩეული. მეორე მხარეც გინდა? აჰა. ვაი, აქეთაც გამიტეხე. მომიგებსო. აუ ნახეთ რა ამინდია. ჩავიცვით მედანიაკო როლიკები, გამოვედით ეხლა და ვკატავთ. იდეალური ამინდია. თან მთელი სოფელი გარეთ არის. ბავშვები ავიყოლიეთ, გამოიტანეს თავისი როლიკები, იმათაც დაიწყეს კატაობა და აი ესე დავდივართ მთელი სოფელი. ვაი. როგორ ხარ? კარგად. წავედით ახლა ყველა იქით. ძალიან ხარ წამოვედით ბალღებო. გავერთეთ მედანიაკო, გავერთეთ ბავშვებიც. ეხლა ვბრუნდები სახლში. აღრიცხვები უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ დღეს მაქვს მიღება სტუდიაში და დაახლოებით 13 ადგილი მაქვს ახალი გოგონებისთვის. ხო და დავპოსტე სტორიზე და ძალიან ბევრი შეტყობინება არის შემოსული. უნდა ვნახო პირველი 13 ვინც მომწერა, რომ ისინი ჩავსვა ამ ჯგუფებში და მოკლედ ძალიან აფეთქებულია ჩემი ინსტაგრამი. გადავალ, მიხედავ, მე ისევ გადმოვალ და რა ვიცი, რამე გავაკეთოთ. აქ დაწყებულა პასკობია, მეგობრებო. აბა რა ხდება? ხა. Amin, babo, amin. Gedacvale. ესეთი ამბებია მეგობრებო, აქეთ ახლა ნინობიცოს პასკა ცხება, დონარამ გაგვაფრთხილა რომ ხელი არ მოკიდოთო და არ შეიხედოთ შიგნითო, ამიტომ კაცრად ვართ გაფრთხილებულები და არ ვეხევით არავინ. When დაიმსახურეთ წითელი კვერცხი. ხო და ეხლა აქ შიგნით რა ხდება, აქ ცოტა სითბოში. ნინობიცო ყოველთვის ჩვენს პასკას ბზილავს ხოლმე, ყოველთვის ძალიან გვეხმარება, მოკლედ ჩვენი მარჯვენა ხელი არის ხოლმე ამ დროს და დაწყებული გვაქვს პროცესი. ეხლა გასული არის სოდა უნდა მოიტანონ. აქ რა ხდება, ყველაფერი წინასწარ მომზადებული გვაქვს. ეს ჩემი საჩუქარი უნდა გაჩვენოთ. ეს Greenway სტილოები ძალიან პოპულარული ყოფილა, ეხა ეს რეკლამა არ არის, მე არ მასპონსორებენ დედაჩემ საჩუქრებს ეს სტილო. ესე ხელი უნდა გავუყარო და ძალიან გამეხარდა რომ მე მომცა, იმიტომ რომ ესა რა ქვია, სტუდიაში ძალიან ტანჯულობ ხოლმე სარკის გაწმენდაზე რა. სულ ლაქები რჩება ხოლმე და თურმე ეს სტილო არ ტოვებს ლაქებს და ძალიან გამეხარდა ეხა ორ შაბათს რომ დავალაგებ ჩემ სტუდიას, ამით გავწმენთ სარკეს. აბა მაწონი რაში დაგეს? აი, აგერა, მაქვს მე მაწონი. მე თვითონ მივხვდი. ხათოი ასოცირებს. მე წინა წლისიც მაქვს თქვენ ფუსფუსებთ, ახლა 2025 წლისიც მექნება. ამ პასკის მერე არც ერთი აღარ არის გემრიელი, არც ნაყიდი, არც გამომცხვარი. ჩემი გოგო რას სახეს ეკა? კახეთში სხვანაირად კარგს ვაკეთებთ. გეთანხმები ნამდვილად. ამოთუხტა ხო? ქადიან საკეთებთ? შენ მარტო თქვი.
აგე მეგობრებო, ამასობაში ნინო ბიცოს პასკებით გამოცხვა, ეხა გაჩვენე. ეს არის ქადიანი, ჩემი ყველაზე ფავორიტი. ეს არის ქადა და მე მგონი კაკალი ერთად, აქეთ არის პოვიდლო, ჯემი, აქეთ არის კაკალი შაქართან ერთად. მოკლედ ძალიან კარგებია. დღეს არ ვჭამ, დღეს არა მაგ დარღვევის დღე შაბათია, ხვალ შევჭამ და გიახლებით გემრიელად. ეხა ჩვენ ავიდეთ, ჩემი ოთახი არის დასალაგებელი. რაღაცები მისალაგებელი დასაკეცი მოვაწესრიგოთ კარგად და მე ჩამოვიდეთ ისევ. აჰა, შეხედეთ აქ რა ხდება, აი შეხედეთ. გუშინ იყო, რა ვიცი, მე მგონი პირველი შემთხვევა, რომ სახლში რომ მოვედი, არ მოვწესრიგდი, ეგრევე დავწექი და დავიძინე. ისეთი დაღლილი ვიყავი. არა და შუადღისით მეძინა, რომ მდგომარეობიდან გამოსულიყავი აეროპორტის უძილობების მერე, მაგრამ ისეთი გარბის წაშლილი ვიყავი, რომ საერთოდ არ მოვწესრიგდი, ისე დავიძინე. ნახეთ მე რა ჩამოვიტანე ბუდაპეშტიდან. აი, ესეთი ლამაზი მაგნიტი. დედაჩემს რო გულის ფორმები უყვარს, გულის ფორმა ჩამოვიტანე მეც. ოკეი, ახლა მივხედოთ აქაურობას, ხვალ სტუმრები მომდიან, მოვაწესრიგოთ ყველაფერი. ფოტოები უნდა გადავიყოთ. ეხლა ჩვენ მივდივართ მაღაზიაში. პატაბიძიამ გემრიელობები უნდა გვიყიდოს. აი, აღარ დავინდომინოსო. ეხლა მე და მარიკო და გვანცა მივდივართ ძროხები უნდა ნახოთ. ხო, ბადარა. წავიდეთ ერთი ნაკოც არ არიან, გაგვიხე გვანცა. სად არის მო? საით წავიდნენ, მითხარი და წავიდეთ მაგ. აი, იქით არიან, წავიდეთ და ვნახოთ. ეს იცით რომელი ბაია არის? რომელიღაც თუ არ ვცდები აღდგომის ვლოგში ჩანს ძალიან პატარა იყო. 2 თუ 3 თვის და მე ვამბობ, აი მე ნახეთ რა ლამაზი თვალები აქვს, თქო, ცისფერი დიდი თვალები აქვს. ხო და არ ვიცი გემახსოვრება თუ არა ის ვლოგი, მაგრამ დიდი ბაია გაიზარდა. აგე ვიპოვეთ. ნახეს ვეღარ დავეციეთ, მაგრამ ჩემს მეზობელს ყავს და ხედავ? ნახეთ რა თვალები აქვს ბავშვს. ლამაზესი. აი ჯოხები, ნახე? კიდე ერთი ვნახეთ ჩვენ ამასობაში. აგე? აი დიდი ეს არის. ხო, დიდი ეს არის. თორნე ხურდება. უფრაგაში თო. რაზე გეყადავება, სულ მანქანებზე რო ლაპარაკობ? ვიცვლი ახლა მეგობრებო, ეს ფეხსაცმელები უნდა ჩავიცვა ბევრად უფრო კომფორტული და მივდივართ დარბაზში. დღეს ვარჯიშის დღე მაქვს. ჩემი სტრეპები რა თქმა უნდა აქაც წამოღებული მაქვს, რომ უფრო კომფორტულად მე ვარჯიშა. ასე რომ წავედით პატა, უნდა მოსულიყო უკვე, აი მოსულა ვარჯიშის წინ. მოვშით მეგობრებო ვარჯიშს და ეხლა მივდივართ ჩემთან. პასკები გამოცხო და ფურნიდან უნდა გამოყარონ და ეს გემრიელობები უნდა გადავიღოთ და გაჩვენოთ. დაუწყიათ ამასობაში, უყურეთ. ვაი. მე იმის გულის თუ რა არის. აი. მესამე წელია რომ მე არ მიჭამიან ცხელი პასკა. წუთიერი დუმილი ჩამოწვა რომ დაიწყეს ჭამა. შარვაძე გამოტყდი დღეს რამდენი ჩალი შეჭამე პასკა? თქვი საზოგადოებას გააგებინე. დაითვალოს გონებაში მაინცა. ვიდეო გინდა თუ ფოტო მეგობრებო? სად არის ვიდეო? ფოტო, აი ფოტო. აბა გაიგებთ. მოიცა არ ჩანს ყველა. ამანეცის. სათოსხეში ისწავლილი შვილო. წავიდა სადღეში წელოები, აბა. გათენდა მეგობრებო, ეხლა მივდივარ პატასთან. ჩვენი პასკა უნდა გადავუტანო ლაგდეიტას რო გასინჯონ. ეხლა მივდივარ საფლავზე მეგობრებო, მე და ჩემი და უნდა წავიდეთ. ეს ყვავილები უნდა წავიღოთ. ერთი უნდა წავიღოთ მამაჩემის საფლავზე და ერთი უნდა წავიღოთ ახალი გარდაცვლილი ყავს სოფელში. ჩემზე 1 წლით დიდი გოგონა დაიღუპა ჩემი ბავშვობის მეგობარი და ერთი მის საფლავზე უნდა მივიტანო. აი თუ არ ვწდები ეს ვარდისფერი უნდა მივიტანო მის საფლავზე. გვანცას ველოდები ეხლა თან კვერცხებს წამოიღებს და წავალთ.
ველამაზია. თან ეს არის ბუნებრივი არის, ხელოვნური არ გეკონოთ. გამოვიცვალე, თორე ძალიან ცხელოდა და უკვე 1 საათია ჩემდას ველოდები. არ ვიცი, ოდესმე თუ გამოვა ეს ბავშვი წავართ. დროზე! როგორ ხარ? ეგ თქვენ? კაცკაც. ოიმე. აი აქ ისინი აკვეცხები და გავაკროთ. დავბრუნდით სახლში და ეხლა მივდივართ მეორე საფლავზე, რომელიც არის ფოდანში. იქ არიან ჩემი დიდი ბებია და ბაბუა. აი ეს არის მეგობრებო ფოდანის სასაფლაო, ეს არის ეკლესია. ჩვენ უკვე გავაგორეთ კვერცხები და ვბრუნდებით ეხლა მანქანისკენ. უნდა წავიდეთ ბალღოჯიანში პატას ბებიასთან. სქეულნას აქსოსკა მე მაგ მამალო. აფრინიდან დაწყებულს ბიჭო მთელ საქართველოს გამომართ. ჩემს სკუტრიშა საიდან მოვედით ბალღოჯიანში. ჯოკერა. პატას ბებო. ბაბუა. ფლის სადიდებელი თქვა, რომელსაც მოგცა ჩვენ ძალა დაყოლე, რომ რეცეპტმენ შეხვედრილი კაცი. ნახეთ რამ ხელა გაზრდილა აუჩები. პატას ბების გარემოში ვართ. წესი და კანონით არ შეიძლება. კახი გარე არ არის არ არსებობს. ნაგავსაყრელი? არ ნაგავსაყრელი იყო აფრინდ. არ არსებობს. აქ არ არის. მაშინ სადღაც უნდა წაიღო. ეს არის ყვავილი ასტრომერია, როგორც გავიგე. ხო და ეხა ეკას დაურეკეთ, ვარ დედასაც ძალიან უყვარს ყვავილები და აბა დედას დაურეკეთ, უნდა ამის ძირიო და დედა ჩემი რამე ყვავილის ძირზე იტყვის, უარს თქვენი აზრით ყველანაირ ყვავილზე გიждდება და კიო წამომიღეთო თუ არის შესაძლებობაო და ეხა ვიღებთ ძირებს. და უნდა წავუყოთ ქალბატონ ნეკა ექიმს, თან ჩემთან კოსტუმრები მოსულან და მალე უნდა წავიდეთ უკვე. შენი ლოყები ფარავს ჰორიზონტს და გაიწიე თუ შეიძლება. აბა ესეთი სუფრა იშლება. ჩვენი სტუმრები. ლოქში ხარ თუ ჩვენ? ეს ვიჩამოსურა, ნახეთ რამ სიმაღლეა ეს 2 წელში გამასწრებს. 2 წელში გამასწრებს ეს მიკი მაუსი კაცი. მანქანის გასარიცხად მიდივართ. კაი კუში მაქვს შარო. წამო. რა გაგო 60 წუთი გაგოგო. კაი კუში მაქვს შარო. ვიწყებთ ჭიაკოს გარეცხვას. მე ყოველთვის შეგინდა მეცხავ ხოლმე, მაგრამ დღეს ორივე გავრეცხავთ გარედანაც და მე ორივე გავრეცხავთ შიგნიდანაც. აქ ბავშვებმა დამიწერეს მიყვარხარ ხათოვო. აქაც დამიწერეს რაღაცეები. მიყვარხარო. აქაც მიყვარხარ ძალიან ნინისგანო. ნახოთ აბა იქით რა დამიწერეს. ხურდები ინებეთ. გადაავლეშენ წყალი და მე ახლოდან გარეცხე. მეგობრებო, ბოლოს მაინც ინტერიერი მერგო რა, ვერ გავწდი, ვერ. გათენდა მეგობრებო შაბათი დღე, სოფელში ყოფნის ბოლო დღე. ნიკომ ტრადიციულად დაიწყო დღე თავისი ახალი სათამაშოთი, ნახეთ როგორი რაღაცა აქვს. გვანცასაც უნდა ესეთი რაღაცა ნიკოს რო უყიდეს, მეც მინდაო იძახო და დღე გვაქვს იდეალური, ამინდი გვაქვს იდეალური, ნახეთ ეზო რა ლამაზია. სუ გამწვანებული, ძალიან უყვარს ეს პერიოდი სოფელში. გავიხედოთ ახლა ნახოთ გარეთ რა ხდება. მთელი სოფელი გარეთ არის, მაგრამ დღეს დავიცლებით, იმიტომ რომ დღეს ყველა თბილისში ვბრუნდებით. აქ არის ჩემი სტუმარი მარი. ახლა უნდა გავისერინოთ ცოტა, ვნახოთ აბა რა ხდება გარეთ. მე პატა გადმოვიდა, ჩვენ ვბრუნდებით სახლში. ჩიტები მოდიან? მე ვაიდა ზუსტად მაგ ხაზზე როგორც წრიპინობე და თუ ამა ხო ნიავი როცა არის მაშინ არებებო მოვლიან და რო არ ესმით ხმამის ხმა ისინი წრიპირებენ ზუსტად ასე. აუ ნახე რა კარგი ხმა აქვს. წვრილი ჩიტია ბაბო. არ შეგცივა ბაბო, ჰა? არა. ცხელა გარეთ. ნიკო რა თუ არ ჭამდები ხაჭაპოს? დოჭიკი. ვაიმე, მოსიებული კაცი. დედი. ხო თქვენ შეაო.
გადაიფიქრა. აქ ნაყინები უსვია თავში. ეკო მეც გამიკეთებდა და ეს ჩემი სიხალულები ისი ტელეფონია. აი სტუმარის რო იცია? შოვდეს იქით ხარეს გადაუვარცხნე. ნიკო ხაჭარია. იქით რა ვარჩა მოდებადე აუ იქით იდგა თითქოს. მაუზო კითხვა მე თუ იცი. ახლა ვინ ხო ვაიმე, ჩამოლოყილი კაცი. საერთოდ არ მეკარება ხანო არც მე არ მეყვარდა ბავშვი რო ვიყავი და რომ მკოცნიდნენ. მარო კოცის არა და ბებია რო გაკოცა წეღა რომელიღაცა აქ მოჩვიტა ეს უკვე მე ვოტო რომ მე მოჩმიდე? სხვა მოიმე ჩემი პოცუ. აბა მოდი მეც გამიწმას დავაწყო ჯერ პირველი მომხარებელი ყავს თუ შეიძლება. ეხა სველი გადაგისვი პაწირო დაგიყენდეს რაი? ლამაზი ხარ ბაბო ვინ არის ეს პატარა კურკუსალანაცი? ფიელაძები ვარ მელეჭება ნახე პროსტა ვაუ. ახლა თქვენ საით გადაგივართ. აი აქეთ ბებო კაი დავასვენ. დაიყიდა წავიდა. ეს შაქრიანი ხო არ არის ბიჭო? მე გავარ სამეჩქარი. მაშ ჯერ მეორე მომხარებელიც დან. ჩვენი რო მოგესალმებით მეგობრებო სახლიდან. მოკლედ ახლა ვამუშავებდი ამ კახეთის ვლოგს და ვერ ვიპოვე ვიდეო, რითაც ამ ვლოგს ვასრულებ და როგორც ჩანს სიჩქარეში დამავიწყდა გადაღება. ძალიან ვცდილობდით ორშაბათ დღეს რომ მალე გამოbrunებულიყავით თბილისში, იმიტომ რომ როგორც იცით მე საღამობით არის ხოლმე საშინელი საცობები და შეიძლება 2 საათიან გზას 8 საათი მოანდომო. ასე რომ უცებ-უცებ წამოვედით შუა დღეს და სხვათა შორის ჩამოვასწარით, ისე გამოვიარეთ გზა, რომ საცობი საერთოდ არ ყოფილა. ვიცი რომ ვლოგი გამოვიდა პატარა, ცოტა ხნით ვიყავით კახეთში, სადღაც 2 დღე გამოვიდა და თან ისეთი დაღლილი ვიყავი ბუდაპეშტის მერე, რომ სიმართლე გითხრათ, საერთოდ აღარ მინდოდა ვიდეოს გადაღება, აი იქ რო სულ ესე მეჭირა ტელეფონი და ყველაფერს რო ვიღებდი, კახეთში რო ჩავედი, რაღაცნაირად დასვენება მინდოდა იმ ყველაფრისგან და მოკლედ ესეთი პაწია ვიდეო გამოგვივიდა. 13 მაისს ბუბსიკას აქვს დაბადების დღე. ასე რომ ყველანი მივდივართ, უნდა ჩავიდეთ აღნიშნოთ დაბადების დღე და სავარაუდოდ ერთდღიან კახეთის ვლოგს კიდევ შემოგთავაზებთ. მანამდე კი შეგიძლიათ ჩემი ბუდაპეშტის ვლოგი ნახოთ, ვისაც არ გინახავთ. საათნახევრიანი გამომივიდა, 5 დღე გავატარეთ იქ და მართლა საკმაოდ გრძელი ვიდეო გამოვიდა და ვისაც ჯერ არ გინახავთ, აუცილებლად ნახეთ. მადლობა რომ მიყურეთ და მომავალ შეხვედრამდე.